ამდენ სიხარული ბედნიერება. ნუ ამდენ ღირსეულ, მართლაც ღირსეულად დიდ ღვაწლოსილ პიროვნებებს შორის ჩემი სახელი და გვარიც დაიწერა სიაში, იმ საპატიო სიაში, რომელსაც ღირსეული მამაკაცების სია ქვია. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ სულ ყველას აქ მოწვევისთვის, ამ ჯილდოს მიღებისთვის. უდიდესი პატივი იყო დღეს ჩვენთვის, მოკლედ ესეთი ბუმბერაზი ხალხის გვერდით ყოფნა და დაჯილდოვება. მიულოცავ ყველას მონაწილეს, ვინც დაჯილდოვდა ოქროს არწივით. დიდი მადლობა აქ დამსწრეხემ, ვინც იყო მოკლედ სტუმრები, ვინც გაიზიარა ჩვენი სიხარული და ყველას ულოცავ რა თქმა უნდა. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ბატონ ბესო ჩუბინიძეს. შეიძლება გავხსნა? აუცილებლად. უნდა გავხსნა? აღწინებულ საქართველოში დიდ მადლობას მოვახსენებ ბატონ ბესო ჩუბინიძეს, რომ მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით არაჩვეულებრივ ღონისძიებას და წარმედგინა სამი ჩემთვის ყველაზე საპატიო ღირსეული ადამიანები, რომლებიც ნამდვილად წარმოადგენენ საქართველოს მეოთხე ბრიგადის მეთაურს პოლკოვნიკ გიგა ჭინჭარაძეს უღრმესი მადლობა, რომ გამოხატა ეს გულისხმიერება და მოგზავნდა ჩვენთან ერთად და ესწრებოდა ღონისძიებას. მთავარ სერჟანტს კახაბერ ლაბაძეს და მაიორს ბატონ აკაკი ცნობილაძეს უღრმესი მადლობა მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად ვემსახუროთ ნამდვილად იმ პატრიოტულ საქმეს, მე ჩემის მხრივ ქართულ ქორეოგრაფიას და ისინი საქართველოს დამცველების სტატუსით ყოველთვის ყოფილიყვნენ. მამულიშვილებო ასე მიმართავდა სხვათა შორის მერაბ კოსტავამ 1999 წლის ოქტომბრამდე ვიდრე მას მოკლავდნენ საქართველოს და ასე მინდა მოგმართოთ თქვენც, იმიტომ რომ ეს სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს. აი აქ იყვნენ მამულიშვილები, აქ დღეს ოქროს არწიველები, აი ეს 21 მამაკაცი, რომელიც დაჯილდოვდა, ის მამულიშვილები იყვნენ, რომლებიც იმ თაობაში გაიზარდნენ. ზუსტადაც რომ დღეს სხვათა შორის მაგალითად ნონა ფულაძე როზდის, ეს იყო დღეს აქ მსახურება საკუთარი ქვეყნისა. მადლობა მამულიშვილებო ამ მსახურებისთვის, მადლობა ყველას, ვისაც მცირე წვლილი მაინც აქვს შეტანილი აი ამ დღევანდელ გამარჯვებაში.